დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც დაგპირდით, წარმოგიდგენთ სტუმარს, ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარს დეკანოს თეოდორე გიგნაძეს. დაგლოცოთ, მამაო. ქრისტემ დაგლოცოთ. მამაო, პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს როგორც თქვით, აღინიშნება მიცვალება იოანე ღვთისმეტყველისა და ასევე არის დღესასწაული ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც ათონის მონასტრიდან იქნა ჩამობრძანებული საქართველოში 99 წელს და ვიდრე ჩვენს თემაზე, ჩვენი საუბრის თემა დღეს არის ხიბლის მდგომარეობა, გადავიდოდეთ ამ თემაზე. თუ შეიძლება აი დღევანდელ დღესასწაულს რომ გამოვეხმაუროთ, შეეხოთ ორიოდე სიტყვით რა მნიშვნელობის მოვლენა იყო 99 წელს ხატის ასლის ჩამობრძანება საქართველოში და საერთოდ ეს ხატი და ღვთისმშობელი რას ნიშნავს ჩვენთვის ქართველებისთვის? შეგოციოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. საერთოდ ივერიის ღვთისმშობლის ხატის ფენომენი, მისი არსებობა, ჩვენი ერის მისდამი განსაკუთრებული კრძალვა და დამოკიდებულება და თვითონ ის ფაქტი, რომ ათონის ამ წმინდა მთაზე უმთავრესი ხატი ჩვენი სახელობისა, ჩვენი სამშობლოს სახელობისა, ეს დიდ საიდუმლოებას ატარებს ჩემის აზრით. ეს ფაქტობრივად შეიძლება ითქვას ჩვენი ღვთისმშობლის წილხედრობის გარეგანი გამოვლინებაა და ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა არის. ჩვენ ვიცით როგორ არის გარდამოცემა, ხო ისეთ როგორ არის დაკავშირებული ეს ხატი ჩვენს ქვეყანასთან, მეორე მოსulis უფლის მეოდიდებით დაბრუნებასთან, აპოკალიფსურ მოვლენებთან. ასე რომ ამ ხატთან ასოცირდება ჩვენი კიდევ ვიმეორებ იმედი, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წელხვედრი ვართ და წელხვედრობა ნიშნავს ჩვენს პასუხისმგებლობასთან ერთად ღვთისმშობლის ფარველობას ჩვენი ქვეყნისა და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გახსენებაა ჩვენთვის იმისა, თუ ქართველობა რას ნიშნავს და რომ ქართველობა ეს არის სულიერი ფენომენი, არა უბრალოდ ეთნოსის, არამედ ეს სულიერი ფენომენი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ჩვენს სულიერ ცხოვრებას, ჩვენს ერთგულებას უფლისადმი და დღეს ასევე შემთხვევით არ არის, რომ დღეს იოანე მოციქულის ხსენება არის და იოანე მოციქული და ღვთისმშობელი და ჭეშმარიტი ქრისტიანი და რადგან ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ, ესე იგი ღვთისმშობლის შვილები ვართ, ანუ საქართველო, მე ვფიქრობ ძალიან მჭიდრო კავშირში ერთმანეთთან, იმიტომ რომ ღვთისმშობელი იოანე მოციქული იყო ერთადერთი მოციქული, რომელსაც უფალმა ჯერ კიდევ მიწაზე მყოფმა და ჯერ კიდევ ცოცხალმა უთხრა, რომ ღვთისმშობელზე მეანიშნა, რომ მისი დედაა და ღვთისმშობელს უთხრა, რომ იოანე მოციქული მისი შვილია და ამის მიზეზი იყო ის, რომ ყველა მოციქულისაგან განსხვავებით იოანე მოციქულზე ვერ იმძლავრა შიშმა, ბუნებრივია შიში ყველას ჰქონდა იმ ცნობილი მოვლენების გამო და ვერ იმძლავრა არა იმიტომ, რომ ის უშიშარი იყო, ვით არ ზაუხორცო, არამედ ვერ იმძლავრა იმიტომ, რომ იოანე მოციქული ხედავდა, რომ როცა ქრისტე მას უყურებს, მისი ქრისტეს თვალებით მას ჩვეულებრივი ადამიანი არ უყურებს. იოანე მოციქული გრძნობდა და განიცდიდა, როცა მას ქრისტე უყურებს, სრულყოფილი სიყვარული და სიცოცხლისთელი სისავსე უყურებს. იოანე მოციქულს არ შეეძლო ქრისტეს დატოვება და ამიტომ იგი მიდის თავგანწირვაზე და შესაძლებელი იყო იგიც მოეკლათ, ხო, გოლგოთაზე როცა ადის, აი ამ ერთგულებისა გამო. და მოდი ასე ვთქვათ, არა იმდენად ვაჟკაცობისა გამო, არამედ იმის გამო, რომ იოანემ შესძლო განეცადა ქრისტეს მზერაში ღმერთი, სწორედ აი ამის გამო იგი ღირსი გახდა, რომ ღვთისმშობლის შვილი ყოფილიყო, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ღირსი გახდა ქრისტეს ძმა ყოფილიყო, ანუ ეს იგი გახდა იმის ღირსი, რომ ზეციური მამის შვილი ყოფილიყო. და ეს არის მაგალითი თითოეული ჩვენთაგანის, ანუ და რა თქმა უნდა შემდგომში ეს ყველა მოციქულმა გაიზიარა და ყოველი ქრისტიანისათვის ღვთისმშობელი ხდება დედა მხოლოდ იმ შემთხვევაში და ღვთისმშობელთან დედაშვილური ურთიერთობა არის მხოლოდ იმ შემთხვევაში და აქედან გამომდინარე ყოველი ქრისტიანი ხდება ღვთაებრივი ოჯახის წევრი, ხო? მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვერდგულებთ ჯვარცმულ ღმერთს ბოლომდე და რადგან ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, ამიტომ ეს ერთგვარად ჩვენი ვალდებულებაც არის და უნდა სამაგალითოც კი ვიყოთ სხვებისათვის, სხვა ერებისათვის, რომ აი ესე უნდა, იოანესებრი ერთგულება უნდა უფალს. ეს არის ნამდვილი ქრისტიანობა. ამიტომ ღვთისმშობელი შენი დედაა, ამიტომ შენ ღვთისმშობლის შვილი ხარ, ამიტომ შენ ღვთისმშობლის წილხვედრი ხარ.
ანუ ღვთისმშობლის წილხვედრობა არის პოტენცია იმისა, რაც შეიძლება ჩვენ ერთში განხორციელდეს, იმიტომ რომ ეს პოტენცია ალბათ ჩვენშიც არის, თორე ხომ არ იქნებოდა ესე შემთხვევით, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ყოფილიყავით. აი ეს არის მოკლედ. უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ჩვენ დღევანდელი საუბრის ძირითად თემაზე. კიდევ ერთხელ შევახსენოთ მათ, ვინც თქვათ ახლა შემოგვიერთდა, რომ ჩვენ საუბრობთ ხიბლის მდგომარეობის შესახებ და პრინციპში კითხვა მარტივი იქნება, რა მდგომარეობაა ეს და თქვათ აი შეგვიძლია თუ არა დავყოთ კატეგორიებად ვის შეიძლება ასე ვთქვათ, აი რა მდგომარეობაში მყოფ ადამიანს დაეუფლოს ეს მდგომარეობა, აი უცნაურია, მაგრამ წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრძანებს, რომ ყველაზე დიდი ხიბლი ის არის, რომ თავი ხიბლში მყოფად არ მიგაჩნდეს ადამიანს. ანუ გამოდის, რომ რაღაცა დოზით შეიძლება ყველა ვიმყოფებოდეთ აი ამ მდგომარეობაში. მოკლედ, რა არის ხიბლი, რომ დავიწყოთ ჩვენი საუბარი ამით? ერთ-ერთი მთავარი პრობლემა როდესაც ადამიანი ქრისტიანობის წიაღში არის და ფიქრობს ქრისტიანულ საკითხებზე, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის სიტყვის ცნების ვერ გაგება. თუ რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა, ესა თუ ის ცნება და რისი თქმა სურს ამით ასკეტურ და საერთოდ ღვთისმეტყველებას, ქრისტიანობას, როცა რაღაცას ამბობს, ხო? როცა რაღაც სიტყვით რაღაცის გამოხატვა სურს. და ამ ეს გაუგებრობები ძალიან ბევრი ამგვარი გაუგებრობები. მაგალითად, თქვათ, ჩვენ ერში რო გავიდეთ, ჩვენს ქრისტიანულ ერში, ჩვენ დავინახავთ, რომ ადამიანებს არ აქვს წარმოდგენა თუ ვინ არის ღმერთი, რას ნიშნავს ყოლაწმინდა სამება, ვინ არის იესო ქრისტე, რას ნიშნავს ცოდვა, რას ნიშნავს სამოთხე, რას ნიშნავს ჯოჯოხეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასევე ამ შემთხვევაშიც. თავარი პრობლემა ამ შემთხვევაში, როცა ადამიანები ვერ იგებენ თუ რა არის ხიბლი და ან ესე იგი ხიბლს იქეძებენ, სადაც ხიბლი არ არის და ამავე დროს სადაც ხიბლია, იქ იმას ვერ ხედავენ და ეს ნიშნავს, რომ ძალიან საშიშ მდგომარეობაში ყოფებიან. მიზეზი არის ძალიან მარტივი. თვითონ სიტყვა ხიბლის მნიშვნელობა არის გაუგებარი. რა არის ხიბლი? რას ნიშნავს ხიბლი? და სინამდვილეში ძალიან მარტივად არის საქმე. ხიბლი არის სიცრუე. ხიბლის მდგომარეობაში ყოფნა არის ტყუილში ცხოვრება. როგორც კი აი ამ დეფინიციას კარგად გამოვაქანდაკებ, ეს არის ტყუილი და სიცრუე საკუთარ ცნობიერებაში, იმ წამს ყველაფერი თავის ადგილას დადგება და ძალიან გასაგები ხდება წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვის სიტყვები. ანუ ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ. რას ნიშნავს? ყველანი სიცრუეში ვცხოვრობთ. რას ნიშნავს სიცრუეში ვცხოვრობთ? იმას, რომ ჩვენ დაცემული ბუნება გვაქვს და ჩვენი არსების დღევანდელი, ანუ დაცემული ადამიანის ადამიანური არსების ცხოვრების წესი იმ სამ ძირითად კანონს ეფუძნება, რომელზეც ჩვენ ხშირად გვითხოვს, ეს არის სიამოვნების მოყვარეობა, ეს არის ძალაუფლების, ანუ ვერცხლის მოყვარეობა, ერთდაიგივეა და ასევე პატივმოყვარეობა. იგივე იონე მოციქული დღეს ხსენებული რო ამბობს, რა არის ამ სოფელში გავცრებული? გულისთქმაი ხორცთაი, გულისთქმაი თვალთაი და სიამაყე ამ სოფლისაი. რაც დაიწყო ადამის და ევას დროს სამოთხეში, როცა სიცოცხლის ცნობადის ხესთან ეს დამოკიდებულება არაჯანსაღი გაუჩნდათ. და მე აი ამ სამი კანონის მიხედვით გამოცადა ზუსტად ეშმაკმა ქრისტე. აი ამ სამი რაც ჩამოთვალე, ამ სამი კანონის მიხედვით ცდის და რატომ ეშმაკი ფიქრობს, რომ მის წილას შეულებრივი ადამიანი არ არის, მაგრამ რადგან ადამიანია, შეუძლებელია, რომ აი ამ სამი კანონის საშუალებით ქრისტე არ დაიმორჩილოს. იმიტომ უნდა იქ სიამოვნების მოყვარეობა ეს შეჭამეო ქშია და ეს სიამონება, ანუ სიამოვნების გამო რომ შია და საჭმელის ჭამა სიამოვნებასაც უკავშირდება, მას ეშმაკის ნება უნდა შეასრულებინა, ხო და თავისთვის სასწაული მოეხდინა. მეორე შემთხვევა, როდესაც ესე იგი ძალაუფლებასა და მომხოჭელობას თელი სამყაროს და მოუქცევდა და თაყვანი ამცე და მესამე პატივმოყვარეობა რომ გადმოხდი და ხელთ აგიპრობენ ანგელოზები და ყველას დასანახავად ჩვენ ესე იგი გაღმერთებენ და ანუ ეშმაკისათვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, ამით ვერაცდუნებდა, იმიტომ რომ ამით იმორჩილებს ყველაფერს. და ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ სწორედ ცხოვრობს, ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ბედნიერებას ელტვის და ესწრაფვის, ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მას ესე იგი თავში სიმართლის წყარო აქვს და ყველაფერს თავის სიმართლით გაანჟის, ხო?
და ეს ყველაფერი ეხება რელიგიურ ადამიანს, ეს არ გვეგონოს იქით ეხება ვიღაცას, რელიგიურ ადამიანს. აი ფარისევლები ამის კლასიკური მაგალითი არიან, ხო, როგორი რელიგიურები იყვნენ და ქრისტე მოკლეს. რა იყო ეს თუ არა ხიბლი? და რა ხიბლია? ეს ის ხიბლია, როცა ფარისევლები ქონდათ რა რელიგიური ცხოვრება, არ ქონდათ კავშირი ცოცხალ ღმერთთან. სხვათა შორის ხიბლის ერთ-ერთი მდგომარეობა და ნიშანი იყო რელიგიური, მაგრამ ცოცხალ ღმერთთან კავშირის გარეშე. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს მოძღვარობის აღსარებელი ეგრე ადვილად რო იყოს. აღსარებელიც ახარ, მაზიარებელიც ახარ. შეიძლება სასულიერო ხარისხშიც იყოს, შეიძლება განდეგილიც, ილიას განდეგილი. კლასიკური მაგალითი ხიბლის. ყველაფერი შეიძლება იყოს, მაგრამ ცოცხალ ღმერთთან კავშირი არ ქონდეს. ეს საშიშროება არსებობს. ეს საშიშროება არის სწორედ ხიბლის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი საკული ვერაგული, იმიტომ რომ აი სწორედ იმ სამი რაღაცა კვებავს, რაც მე ჩამოვთვალე ადამიანს და აქედან გამომდინარე ჩვენ ეს და აი ეგრეთ ბრიან ჩვენ რო ამბობს, ესე იგი ჩვენ ამ მდგომარეობა ეს მდგომარეობა გვემუქრება და გვაფრთხილებს წმინდა მამა რომ გამოვხიზლდეთ და შევხედოთ მოვლენებს უფრო სიღრმისეულად ვიდრე ჩვენ ამას ვეჩვევით და ამას მიჩვეულნი ვართ. თორე აღმოჩნდებით ფარისევლების მდგომარეობაში, რომელმაც ქრისტე მოკლეს, ფარისევლები მაღლეს ხიბლის მდგომარეობაში იყო. აი რას მივყავართ მამა აი ამ ხიბლის ისეთ რთულ მდგომარეობამდე ახლა რაზეც თქვენ საუბრობდით. აი ვთქვათ არასწორმა ლოცვამ შეიძლება მიგვიყვანოს ლოცვის ფორმას გულისხმობ. ან კიდევ რა არის მიზეზი იმისა, რომ ადამიანი აი ესე მდგომარეობაში ჩავარდეს. როგორც კი ლოცვა იქნა ნახსენები, იმ წამსვე კიდევ ერთი პრობლემა წარმოიშვა, იმიტომ რომ ლოცვა ყოველთვის იქნება ხიბლის წყარო. ყოველთვის. თუ ჩემი დამოკიდებულება ეკლესიაში და რელიგიურ ცხოვრებაში არ არის ჯანსაღი. ყოველთვის. ჩვენ იცით, უბრალოდ აი მე ხშირად მიფიქრია ხოლმე, რომ არა ღმერთის მზრუნველობა თითოეულ ჩვენთაგანზე. ეხა ხიბლი კი ვართ, მაგრამ და 1000 უბედურება გვჭირს, მაგრამ ღმერთის შვილები ვართ და ღმერთი გვიყურებს ჩვენს აწყლებს და ამიტომ მიუხედავად ჩვენი უამრავი დამახინჯებისა რელიგიურ ცხოვრებაში, მას შორის ლოცვაში და ასეთ ხიბლში გაჯერებულობისა, უფალი განაგვტოვებს, უფალი განაგვწირავს, უფალი ჩვენ ცხონებას არ ცდილობს და მრავალი ადამიანი ცხონდება კიდევაც უფლის კაცთმოყვარები და სადაც უფლის კაცთმოყვარები ცხონდება ადამიანი, აბა როგორ, მაგრამ ეს ჩვენ არ გვანთავისუფლებს პასუხისგებლობისაგან, მით უმეტეს ქრისტიანებს, მით უმეტეს სასულიერო პირებს, მით უმეტეს საპატრიარქოს ტელევიზიას, იმიტომ რომ ჩვენ სწორედ რაც შეიძლება მაქსიმალურად სწორედ უნდა დავინახოთ პრობლემა, სწორედ უნდა გავაშუქოთ და მივაწოდოთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც, რომ ჩვენი ადამიანური ძალისხმევის მაქსიმუმი გამოვიყენოთ, რომ ამ საშინელ სენს დაუძვრეთ და დანარჩენი უფლის მოწყალების იმედი გაქვთ, რა თქმა უნდა. აი იგივე ლოცვასთან დაკავშირებით ადამიანი სულ აშავებს ლოცვის დროს და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, აი ეს არის რაც წეღანას ვახსენე, ადამიანი ფოტოშორის რელიგიურობა და რელიგია და სარწმუნოება, რელიგიური ცხოვრება და სარწმუნოებრივი ცხოვრება. მე ვარ რელიგიური ადამიანი, მე ვარ მორწმუნე. ეს დეფინიციები ერთ და იგივეა პრინციპში, კაცმორო თქვას, თუმცა თანამედროვე ღვთისმეტყველებია, თუმცა პროტესტანტი, თუმცა მათ სხვა ინტონაციები აქვთ მათ განმარტებებში, რომელიც რა თქმა უნდა მიუღებელია, მაგრამ არის რაღაც ერთი ჯანსაღი აქ, რომელიც ჩემთვისაც მისაღებია. დღევანდელ ცხოვრებას რო უყურებთ ადამიანების რელიგიურს. ადამიანი შეიძლება იყოს რელიგიური, მაგრამ არ ქონდეს სწორი სარწმუნოება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანი შეიძლება იყოს რელიგიური და ქონდეს შენი სიმართლე და შენი ცხოვრების გზა და შენი ხედვა მარადიული სიცოცხლისა. ნახეთ, რამდენიმე ვახსენე სიმართლე, გზა და შენი ხედვა მარადიული სიცოცხლისა. შენი ყველაფერი, შენი, მაშინ როცა ქრისტე ამბობს, რომ მე ვარ სიცოცხლე, მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება. ხო? ანუ ქრისტე დაკარგო. რა მდგომარეობაა ეს? ეს არის ტიპიური მდგომარეობა ფარისევლებისა, როდესაც ეს არის ტიპური მდგომარეობა გარეგანის ჯულის აღსრულება, როდესაც ხდება დომინანტი, რასაც პავლე მოციქული სულ ებრძვის. პავლე მოციქული, რა თქმა უნდა, ძველი აღთქმის ჯულთან არის, ძველი აღთქმის ჯულია, მაგრამ მეორეს ხარ დაგვავიწყდეს, რომ ის მასინ სწორას ჯული იყო, განა არ იყო სწორი, მაგრამ დომინანტი გახდა. ამიტომ ჩვენ რელიგიურ ცხოვრებაში, როდესაც ჩვენში დომინირებს გარეგანის ჯული და ამ გარეგან ჯულში ჩვენ არ გვაქვს იმის სურვილიც კი, რომ ცოცხალი ურთიერთობა გქონდეს ღმერთთან, ყოველთვის მოდის და იწყება საშიშროება ხიბლისა და ეს ვლინდება საიდუმლოებებთან ურთიერთობებში, ეს ვლინდება ლოცვაში. ძალიან ესეთი რამეა გავრცელებული დღეს.
იესოს ლოცვა არ ილოცოთ, იმიტომ რომ ამან ხიბლი იცის. სასაცილოა ხოლმე, მე მინდა ხოლმე ვკითხო, აბა ხიბლი რა არის მითხარი? რას ნიშნავს იესოს ლოცვა მიცის ხიბლი? იესოს ლოცვა ყველაზე ნაკლებად იცის ხიბლი, იმიტომ რომ იესოს ლოცვის დროს არ მრავალ სიტყვაობ, არ გალობ ლამაზი ხმით, არ ხარ რაღაც არ ეძებ რაღაც სიტყვებს, ხო რაღაც გამოსხატო შენ. და არც თან ეს სიტყვები მოცემულიც აქვს, ხო წმინდა მამათა ნაწერებში. გარდა ამისა იესოს ლოცვა, როცა გონიერ ლოცვაზეა საუბარი, თავის თავში ნაკლებად გულისხმობს რაღაც განსაკუთრებულ გარეგან ღვაწლს და ეს გარეგანი ღვაწლი, მათ შორის დიდი ლოცვითი კანონები, ბრიანჩენო ვიცით რას ამბობს კიდე. გარეგანი ღვაწლი, გადამეტებული გარეგანი ღვაწლი ადამიანში აქ მოღვაწეებზე საუბრობს. თვით დაჯერებულობას ბადებს და თვით დაჯერებულობა სწორედ ხიბლის ერთ-ერთი ნიშანია. და იესოს ლოცვაში თუ გააზრებულა და სწორედ აკეთებ ამას, რას ამბობ? ქრისტეს მიმართავ და მეზვერის მდგომარეობაში ხარ. შეიძლება მეზვერის და ჯვარცმული ჯვარცმული ავაზაკის მდგომარეობა იყოს ხიბლის, აი კლასიკური მაგალითი. არ გვინდა რომ ხიბლში აღმოჩნდეთ. ჩვენი რელიგიურობის ეტალონი უნდა იყოს მეზვერის მდგომარეობა, ის ცნობილი გავიდა ფარისევლისა და მეზვერის და მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკის მდგომარეობა. როდესაც შენი ლოცვის საძირკველი და საფუძველი არის ორი რამ, ეს არის საკუთარი უღირსების დანახვა და მეორე, როცა გინდა ერთადერთი რამ სამყაროში, ქრისტე. მამა თეოდორე ცოტა დრო შევა და მინდა ამასაც შევეხოთ მოვასწროთ ეგება. რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომელთა ოჯახებშიც თქვათ სიწმინდეებს ამ შემთხვევაში ხატებს, სტით მირონი, ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ თითქოს რაღაცა პერიოდულობით მათ სხეულზე შეიძლება გამოესახოთ ჯვარი. აი არის თუ არა ესეც რაღაცა საშიში მდგომარეობა, როდესაც ამაზე გაუთავებლად ლაპარაკობენ ეს. მოდი განვაზოგოთ, მისტიური ფენომენი, როცა არის. ის შეიძლება იყოს ღვთისგან, შეიძლება იყოს ეშმაკისგან. არავინ არ თქვას, რომ რაღაცა გარეგანი მოვლენა რო ხდება, ის შეიძლება არ იყოს ეშმაკიდან, თუნდაც ხატს უკავშირდებოდეს. ყველაფერი შეიძლება ეშმაკისგან. ეშმაკი ქრისტესთან მივიდა და მის წვდომებას ეცოდა, ესე თავხედია და ხატთან ვერ მივა. მაგას შეიძლება იყოს ღვთისგან. მაგრამ კითხვა უნდა დაისვას ესეთი. როდესაც ეს გარეგანი სასწაული ხდება, რაღაც ხდება, ხო? კითხვა უნდა დაისვა, ეს ჩემ ცხონებას რამდენად ადგება. მე რაში მჭირდება ეს? და თუ დაუშვებთ რომ ღვთისგან არის, მაშინ შენ თავს უნდა უთხრა და ის სწორი პასუხი. მე იმდენად სუსტი ვარ წმენაში და იმდენად უვარგისი ვარ რომ ქრისტეს უერთგულო, რომ არის რაღაც განსაკუთრებული თუ არ მოხდა ჩემი გულის გააღობა და ჩემი ჭეშმარიტი ძიება ღვთის არა და არ იქნა. ამიტომ ღმერთი იძულებული გახდა რომ რაღაც ესე იგი პირიქით უნდა დაინდაბლო ადამიანმა თავი. პავლე მოციქულს რატო დაჭირდა და რატო მოხდა რომ ქრისტე გამოეცხადა თავად? რატო? რა მოხდა? იმიტომ რომ პავლე მოციქული ძალიან მძიმე ცოდვაში იყო. ქრისტიანებს ხოცავდა ფაქტიურად, ხო, მისი ბრძანებით და მისი მოწონებით სტეფანე ჩაქოლეს და ფაქტიურად შეიძლება ჩავთვალოთ ქრისტიანთა მკვლელია, უმძიმე ცოდვაში. სწორედ და ესე გაქოვებულია, გული და არაფერი არ გამოაფხიზლებს, ხო? ესე ქრისტე რო გამოეცხადა მას, ეს არის იმის გამო, რომ პავლე მოციქული მძიმე ცოდვაში. ამიტომ როცა შენ რაღაცა გარეგანი მისტიური მოვლენა ხდება, ეს იმის გამო, რომ შენ კარგი ხარ, პირიქით სუსტი ხარ, უვარგისი ხარ. შენმა გულმა ვერ დაინახა სამყაროს შემოქმედი და ვერ დაინახა ადამიანად მოსული ღმერთი. გაქოვებული გული ქონდა. და თუ რაღაცა ხდება, თავი კი არ უნდა მოიწონო და სწორედ ავაზაკის მდგომარეობაში უნდა აღმოჩნდე და მეზვერის. მამა იწურება ჩვენი დრო. აი ხიბლის მდგომარეობა ჩვენ საუბრობდით მხოლოდ მორწმუნე ადამიანებთან მიმართებაში. მხოლოდ რელიგიურ ადამიანებს უკავშირდება, თქვათ ურწმუნო ადამიანსაც ხო შეიძლება როგორ არა, ნებისმიერ. თქვათ არასულიერი მიღწევებით თამომწონეობდეს, არამედ რაღაცა თქვათ თანამდებობით და ნებისმიერი. ელისაბედ ადამიანი, აი თქვათ კლასიკური შემთხვევა, ადამიანი რომელიც არ ცხოვრობს ქრისტიანულად. და საერთოდ არ ფიქრობს რომ ის მოკვდავია, უნდა გარდაიცვალოს და ეს ყველაფერი რაც აქ ცხოვრებაში ფუფუნებით ცხოვრობს, ეს არის დროებითი წარმავალი, რომ არ აქვს იმის განცდა რომ მდგმურია ამ სოფელში, ხო? ეს ყველაფერი ხიბლის მდგომარეობაა, აბარა. ხიბლი ესე ჩვეულებრივი ხიბლი, ანუ როცა ადამიანს არ აქვს ადეკვატური აღქმა იმ რეალობისა, რა რეალობაში იმყოფება, რომ არის მოკვდავი და რომ მკვდავი სული აქვს. არც მკვდავი სული იცის, არც თავისი მოკვდაობა იცის. იცის თეორიულად იცის, მაგრამ განცდის დონეზე. და ამიტომ ცხოვრობს ისე გეგონება აქ, ესე იგი მარადილად უნდა იყოს. აი ბრეილში რომ ავიღოთ, თქვა, აი პირველ მისულებს უფრო ახალ მისულებს შეიძლება დაემართოთ, ხო? რაღაცა პირველ ეტაპზე თუ არ არის ახალ მისულებსაც შეიძლება ქონდეს და დიდი ხნის ყოფებსაც თუ სულიერ ცხოვრებაში სწორედ არ მიეწოდათ და სწორედ არ გაიგეს. ადამიანები, მე ვიცი, ადამიანები წლობით ცხოვრობენ ქრისტიანულად, წმინდა წერილი სახარება არ იციან და მე ვეკითხები, ეზიარები, ვის ეზიარები? იცნობ ქრისტეს.
და თუ ადამიანი ქრისტეს არ ისნობს და ეზიარება და გონია ქრისტიანი, ეს ხიბლის მდგომარეობაა, რა თქმა უნდა. და ასე შემდეგ ძალიან ეს არის ძალიან უცელი თემა. მოკლედ ესია, ტყუილში ცხოვრება არის ხიბლი. აი ეს არის და თუ ჩვენში სარწმუნოებრივ თუ ჩვენ რელიგიურობაში არ გაცოცხლდა ქრისტესთან ცოცხალი ურთიერთობა და ქრისტეს მოწაფეობა თუ არ რეალიზდა შენს ცხოვრებაში და შენი რელიგიურობა მხოლოდ ამ გარეგანის ჯულის აღსრულება იქნა და თვითკმაყოფილება ამით ეს არის სრული ხიბლის მდგომარეობა. ერთმა დაგვიცვას ამისგან ამინ დაგვიცვას და ქრისტე შევგეწიოს. საწუხაროდ ესე უცებ ამოიწურა ჩვენი დრო ჩვენი მედი გვაქვს რომ სხვა დროსაც გვესტუმრებით და ვისაუბროთ სხვა მნიშვნელოვან თემებზე რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის არის აქტუალური, საინტერესო და მნიშვნელოვანი, საჭირო. მადლობთ. დეკანოზი თეოდორე გიგნაძე გახდა განთიადის სტუდიაში სტუმრად. გრძელდება ჩვენი გადაცემა, ერთად აღვასრულოთ 7 გზის ლოცვა, ვილოცოთ და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში, დაგველოდეთ.